ჩატარდა საგანგებო დათვირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომელიც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო და ესე ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას, აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, გადასული ვართ საგანგებო რეჟიმზე, გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთში, ასევე აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური.